მოგესალმებით, ეს არხი ბუჭას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ არც მეტი არც ნაკლები ავტოარტის Mercedes SLR McLaren-ს თან ზუსტად იმ ფერს, რომელიც საჭიროა 1.53 მასშტაბში. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანს, რომ ეს მანქანა გასაყიდად გამოიტანა. და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი ეს ფერი და ეს მოდელი? მაგას ეხლავე გაიგებთ. მოგესალმებით. აგერ კიდევ ერთი შედევრი. ხო, თუ გინდათ რომ ესეთი მაგარი ვიდეოები გადავიღოთ, არხი ხო უნდა გამოიწეროთ. ვიდეო ხო უნდა დაალაიქოთ და ვისაც სურვილი გაქვთ დონაციებით რო იქნება. შენ კიდევ ეცდებით რომ ესეთი განსაკუთრებული მანქანები გადავიღოთ ხოლმე. კი ბატონო. გართული საშუალებელი იყო ეს მანქანა. ნამდვილად ეგრეა, ძალიან რთული საშუალებელი იყო. დიდი ხანი ვეძებდით ამ ავტომობილს, კონკრეტულად ამ ფერს. მაგას მე მოყვები რა, ცოტა უნდა მოყვები. SLR McLaren, Mercedes SLR McLaren. ჯერ ხო ნამდვილი მანქანა არის არაჩვეულებრივი, რომელიც რთული საშუალებელია, ნამდვილიც. საკოლექციო მოდელი კიდე უფრო რთული საშუალებელია. 1.18 თუ გინდათ, ანუ 1.18 მასშტაბის. კი. აქვს CMC-ს, რომელიც ლიმიტედია. ლიმიტირებული. ღირს $2000. და აქვს კიდე მაისტოს, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბრენდია. ბევრი კოლექციონერი არ აღიარებს ხოლმე მაისტოს რა. სათამაშოს ვიდი აქვს. ესე იძახიან, მაგრამ მაისტოს აქვს გამოშვებული მოდელები, რომლებიც იშვიათია. და მაისტოს აქვს გამოშვებული რამოდენიმე ფერში. ეს არის ლურჯი ფერის, რომელიც $60-ის იაფია 1.18-ისთვის, არის ვერცხლის ფერი, რომელიც არ იშოვება 1.18-ია ისიც და $300. იმიტომ რომ ვერცხლის ფერია. და კონკრეტულად ვერცხლის ფერზე არის გართულება და მაგიტომაც ფასიც. ხო და ეს კიდე არის ავტოარტის გამოშვება. ავტოარტს აქვს ჩვეულებრივი გამოშვება, რომელიც $60-დან იწყება და $200-მდე აქვს. და მე საბედნიეროდ ჩამივარდა განსაკუთრებული მოდელი, ლიმიტირებული. ლიმიტირებული არ არის. ანუ ეს არის გამოშვებული, სად არის ამის კოპი? ხო. აგერ. თავსახური. ამას აქვს, აი ნახე, ესეთი სტიკერი აქვს. მოჩვენე. ლურჯი სტიკერი, რომელიც ეს გამოიტანეს გამოფენაზე 2004-ში. და აწერია კიდევაც რაღაცა მოიცადე International რაღაცა წერია. ავტომობილი International 2004. ამ გამოფენაზე რო გამოიტანეს ავტოარტმა დაამზადა ამ საგამოფენო მოდელის ეს საკოლექციო მოდელი, რომელიც თურმე გავარკვიე რომ eBay-ზე არის შოვება, არც არის შოვება და დახურულ აუქციონებზე იყიდება. და მაგითო მადლობა იმ ადამიანს რომ ეს გამოიტანა გასაკეთე. ანუ იშვიათზე იშვიათი არის რა. ფასი არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ გავარკვიე. ფიზიკურად არ არის არც. ხო, არდეს. ანუ აუქციონებს უნდა ჩაუჭიდე რა, რომ ეს დაითრიო. ეგრეთ წოდები. მოკლე ისტორიას მოყვები ამ მანქანასთან დაკავშირებით რა. მე ვთვლი რომ Mercedes რაც გაუკეთებია საუკეთესოა ეს რა. აუ, ეგ რო არა ვთქვა, პროსტა არ შემილია რა. რა გინდა? აი რო არა ვთქვა. მე გადავყვიტე. BMW-ს, რამდენი BMW დავდეთო, რომ დამცინოდი. ხო, მე ეს განვიხილეთ. მე ცალკე. ეს განვიხილეთ ცალკე. ეხლა ამის ჯერია. არა. 140 განვიხილეთ. ეხლა ნახე. გილა მაგაზე კაი პასუხი უცებ. აბა. 140 ხო არის Mercedes-ში. ხო.
ესენი ხო Mercedes-ები. კი. ამას Mercedes-ი ქვია, მაგრამ ეს ვაფშე სხვა მანქანა. ნუ კაი SLR McLaren-ი. კი. Mercedes-ის ბრენდის ქვეშ არის. ხო, მაგრამ Mercedes. მაგრამ ნახე როგორი უყურე, განსხვავება იცი რა არის? რა. აი, შეხედე, ცხვირზე რა ლოგო აქვს. ხედავ. რა ლოგოა? Mercedes. რატო არის Mercedes და McLaren-ი რატო არ არის? მაგას ვიტყვით რატო არ არის, მაგრამ ესეთი მაგარი არაფერი არ გაუკეთებია Mercedes. როგორ არა? არა. ვეი. არა. ეს უფრო მაგარი. ნუ ახლა ეს თანამედროვე არის, ამის თანამედროვე ვერსია. ეს Lamborghini-საც მირჩევნია და ფერმს. ნუ გემოვნებაზე არ დავობენ. არა, მე წინააღმდეგი კი არა ვარ, მე მოხარული ვარ რომ შენ Mercedes აქებ. ხო და მე Mercedes გაგიბეორე რა. არა, Mercedes-ი. შეგიტრიალე. შემიტრიალე? კარგი. არ არის? ხო, მაგრამ შენ ეხლა ნახე, გინდათ გავაჩუმო? აბა, ახალი ინფორმაცია იცით თქვენ? აბა რა. Mercedes-ი რო BMW-ს რო მიჩადებას აპირებს, всё. 4 ცილინდრიანი ძრავი. დამთავრდა ვიდეო. ამ მანქანისთვის ვინახავდი მაგ ინფორმაციას სპეციალურად. კარგი. მოკლედ ამ მანქანის პროტოტიპი პირველად წარადგინეს 1999 წელს. ერთი წლის სანამ მე დავიბადებოდი, ისე კი არა და მე რო ერთი წლის ვიყავი ეს რო წარადგინეს. ოღონდ პროტოტიპი იყო. ეხლაც პროტოტიპს გავხსნით. საკმაოდ ფურორი გამოიწვია, მით უმეტეს რომ მაშინ პირველად სამოქალაქო ვერსია გააკეთეს კოლაბორაციით McLaren-თან. მე ვთვლი რომ ყველაზე გამართლებული კოლაბორაცია რაც გაუკეთებია ავტოსამყაროს. რომელიც ნუ ფორმულა 1-ში წლების განმავლობაში ერთად იყვნენ. ეხლა დომინაციას ჩალიჩობს, მაშინ ხო დომინანტი იყო. McLaren-ზეა საუბარი. კი ბატონო, ხო. და სერიულად გამოშვება დაიწყეს 2003 წელს. გამოდიოდა კონკრეტულად სულ 7 წელი ეს მანქანა. 2010-ის ჩათვლით. 2010-ის ჩათვლით. ხო. მოდიფიკაცია რომ ვთქვათ არ განუცდია. რაც გააკეთეს. რაც პროტოტიპი იყო იგივე გადმოიტანეს. არა, ცოტა გააუმჯობესეს, კი არ გააუარესეს. გააუმჯობესეს და უფრო კაი ვერსია. ზოგადად ეგრეა ხოლმე, ვინც არ იცით რომ პროტოტიპს მაგარს აკეთებენ. ხო, და მე რაღაცა ქარხნულ მანქანას რაღაცებს. ხო, და აქ მანაე პირიქით გააკეთეს, გააუმჯობესეს და უფრო მაგარი მანქანა გააკეთეს. საკმაოდ დიდი როლი ითამაშა McLaren-მა. კი. ჯერ მარტო იმაში, რომ თვითონ სალონი გააკეთა კარბონის და ცხვირში აქვს 60 სანტიმეტრიანი ნაწილი, რომელიც დარტყმის იმას აბალანსებს რა. კაპოტით სხვანაირად იხდება. ხო, ნუ კაპოტის შესაბამისად სხვანაირად იხდება. ვინც არ იცით E34-ით უკუღმა იხდება რა. ხო. და ალუმინია გამოყენებული კიდე. კი. მეტი ფაქტიურად არაფერი. კარბონ-კერამიკული ისინი უხენია დისკები. სამოხრუჭო დისკები, კი ბატონო. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ცხენის ძალებს, ნუ რამოდენიმე ვერსია გაკეთდა. როგორ არის იცი 530 ცხენიდან 670 ცხენამდე თუ 680 ცხენამდე არის შუალედები რა. მაშინ ბევრი. ხო, ნუ 3 ვარიანტი გაკეთდა, 4 ვარიანტი გაკეთდა ამისი. ფაქტიურად რა ძრავის მოდიფიცირება განიცადა, თორე თვითონ კუზაო, სალონი, ყველაფერი იგივე დარჩა. დაჟია ეს კარბონ-კერამიკული ისინი, რა ქვია, სამოხრუჭე დისკები, თავის ხუნდები და იმებით, ყველაფერი დარჩა იგივე, რაც პირველივე მანქანაში. იცი როგორი ის აქ, აი როგორი მანქანა არის? აი ძველი მანქანები როა 70-იანების და 80-იანების და ასე შემდეგ. რო იძახიან რომ მანქანამ დროს გაუძლო.
აი მგონია რომ ეს მანქანა კიდე კაი ხანი იქნება მაგარი მანქანა. კი ბატონო. ეგრე მგონია. და სხვათა შორის პირველად ამ მანქანაში AMG-მ თავის 0-დან აწყო ძრავი. ხო, Mercedes-ისგან არ წამოუღია და მოდიფიცირება არ გაუკეთებია. თვითონ აწყეს და ჩადეს. 0-დან აწყეს და ჩადგეს ძრავი. ხო, რაც შეეხება აჩქარებას, სუპირველი ვერსია, პროტოტიპი რომელიც იყო 0-დან 100-მდე ავითარებდა 4.2 წამში. მარტო ეგ ინფორმაცია ვიცით. მერე სერიული ვერსია 4.2 ხო? 4.2 კი ბატონო. სერიული ვერსია 2003 წელს რაც გამოვიდა, რაც ჩაეშვა უკვე წარმოებაში, ხო? 0-დან 100-მდე 3.8-ში ავითარებდა, 0-დან 200-მდე 10.8-ში ავითარებდა და 0-დან 300-მდე ავითარებდა 27.9 წამში. სერიული ვერსია, კი ბატონო. მაქსიმალური სიჩქარე ჰქონდა 334 კმ/სთ. ეგ პირველ ვერსია. 334 კი ბატონო. ჰაიპერკარის ისინი არა. მონაცემები. კი. მერე რო ვთქვი, სამი ვერსია გააკეთეს მეთქი. ნუ მესამე ვერსია უკვე მან ბრაბუსი ჩაერია რა. და ნუ ყველაზე სწრაფი ეგ არის. კი. მოდი პირდაპირ მესამე ვერსიას ვიტყვი რა, იმ შუალედურს აღარ ვიტყვი. ესე იგი 2.8-ში დებს 100. ბრაბუსის გაკეთებულ SLR-ზე AMG ძრავი უფრო გააუმჯობესა და აი 680 ძალაზე აიყვანა რა. როგორც ყოველთვის არის ხო. ხო. მერე 0-დან 200-მდე 10 წამი და 0-დან 300-მდე 27 წამი. და მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ. იდეალური შედეგია 2003 წლისთვის. და მე მგონი მაშინა იყო ჰაიპერკარის სტატუსი, ისა ხო, სახელი რა. ერთი რაღაც უნდა გავიწყო. რა. ამ მანქანის ძრავი. დევს პაგანიში. ხო, იგივე ძრავი, რაც V12. ამაში 8 არის, V8 არის. არა, V12. V8 პირველ ვერსიაში V8, მერია V12. ხო და აი ეგრე ვიცოდი მე რომ V12 არის და ეს V12 დევს პაგანიში. ის კი ბატონო. აი მესამე ვერსია რაც გააკეთეს, ხო? უკვე 600 ცხენის ძალაზე მეტი რო არის. ეგ უკვე V12 არის და უკვე მანდ უკვე აი მეორე ვერსიას ვიტყვი რა. რო უკვე წამის მიასედებით უფრო ნაკლები აჩქარებებით და ერთადერთი 328 კმ/სთ ქონა მაქსიმალური მაგ V12-ს. და AMG-მ უკვე 350 ცხენის ძალამდე აიყვანა. თქვათ რომელ კინოში მონაწილეობს ეს მანქანა? ესა? კი ბატონო. Need for Speed. კი. ვისაც ნანახი არ გაქვთ ეგ კინო, უყურეთ. და სხვათა შორის Need for Speed-ზე ჩვენ ორი ვიდეო გვიდევს, ერთი ფილმიდან Mustang-ზე და ერთი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი თამაშიდან Mosman-დან BMW M3 GT-ს. კი ბატონო. და სხვათა შორის Need for Speed-ამდე არც ერთ ფილმში არ მინახავს ეს მანქანა. კი. და იქ ეს მანქანა ნამდვილი იყო. იმიტომ რომ უმოძრავთ არის და რომელი მანქანების უბრალოდ დგას, იქ ნამდვილებია. ხო და სხვათა შორის ყველაზე მთავარი დამავიწყდა, რატო გამოუშვეს ეს ავტომობილი. აი ამ ავტომობილის საპატიო. მაგის ვიდეო უკვე თქვენ ნანახი გაქვთ. ხო, რომელიც რო ზუსტად 50 წლის მერე გამოვიდა ეს ავტომობილი. ამისი პირველი პრეზენტაციიდან 53 წელს, 1953 წელს. ეს მანქანა იყო 2003-ში ეს გააკეთეს. ხო და წეგან დამოვიწვა რომ ეთქვა და 2003-ში ხო გამოუშვეს ნამდვილი და ავტოარტმა 2004-2005-ში გამოუშვა უკვე მოდელები. კი ბატონო. საკოლექციო. და გაგრას ეს არის 2004 წლის მოდელი. კი. ხო და SLR-ის ჩაწერა მინდოდა და აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვერცხლისფერი და წითელი სალმეთი. ხო, კიდე ერთ დავამატებ. სხვათა შორის
McLaren F1-ის დეტალები არის გამოყენებული ამ მანქანაში. F1 ჯერჯერობით არ აქვს. იმედია მომავალში ჩავწერთ. ხო აი რო ვიძახდი რომ McLaren-მაც რაღაც თავის დეტალები გამოიყენა მეთქი ერთ-ერთი კარებები. კარები. როგორც ამას ეხება, ამისნაირად ხო არ ეხება? სხვანაირად. ამას ეხება აი ესე წინ, ესე ეხება. კი. კარებები ზუსტად McLaren F1-ს ეხება ეგრე. და ეგ პეტლებია აი გამოყენებული. მაგარი მანქანა რა. და წეგან მაისტოზე რო ვთქვი რომ მაისტოს ყავს თქო. 1.18 თქო რაღაც ნამოვიც და მაისტოს აქ სერიები გამოშვებული არის Special Edition და არის Premier Edition. კი. Special Edition-ი სხვანაირი დისკებით არის და თუ გინდათ რომ SLR-ის დისკებით იყოს ორიგინალი. უნდა იყიდოთ Premier Edition და ვერცხლისფერი Premier Edition-ი როგორც თქვი $300-დან $400-მდე ღირს. და თუ გინდათ რომ ძალიან ბიუჯეტური თემა იყოს და 1.53-ზე იყიდოთ დიაგოსტინის აქვს. ეს მოდელი გამოშვებული ოღონდ შავია. ოღონდ შავია კი ბატონო. რავი, მეტი რა მოყვე. მე მგონი ყველაფერი თქვით. ხო. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ხო, ისე BMW-ს განსაკუთრებული მოდელი რო დავდეთ, სულ იმაზე ვფიქრობდი რომ Mercedes-ის ფანები არ დაიჩაგრონ თქო და SLR-იც მივაყოლეთ. უბრალოდ ეს ორი ვარიანტი. ეს ძველი გადაღებული. ხო, SLR-იც მივაყოლეთ. კი ბატონო. კარგით აბა დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეოში რა მანქანა იქნება არ ვიცი. მე ვიცი და არ ვიტყვი. არა, შენ იცი, მაგრამ როგორი რაღაცა იცი? ზოგჯერ არა, თითქმის ყოველ ვიდეოზე არის ეგრე, რომ თითქმის ყველა განსაკუთრებული მოდელი. ხო, ნუ მაგას ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ აი ხა, SLR-ის ჩაწერა ხო მინდოდა, მაგრამ ესე მალე ესეთი ფერის საუკეთესო საკოლექციო ბრენდის. რაღაცნაირად იშვიათის. ხო, რაღაცნაირად დაიმთხა. ყველა პარამეტრი შეჯდება ჩემთვის. ჩემთვისაც. კარგით, აბა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. Ah!